მე მათ მაქსიმალურ ყურადღებას მიაქცევ. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. მათ მიერ გამოხატული ნდობისთვის ეს არის დროებითი ნდობის მანდატი, რომელსაც მე მაქსიმალურად გავამოიყენებ თითოეული ადამიანის პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც ცხოვრობს კონკრეტულად პრესო გამახარაძის უბანზე, რომელი უბნის მაჟორიტარიც გახლავართ მე. მე მინდა აგრეთვე დიდი მადლობა უთხრა პოლიტიკურ ძალას, ქართულ ოცნებას და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვედგა და გვიჭერდა მხარს. წინა მაჟორიტარობის კანდიდატს საერთოდ დავიწყებული ქონდა ის წინა საარჩევნო დაპირება, რომელიც მან თავის უბანს მისცა. მე ბიუროცე ახალ საკრებულოს წევრს თაზო ფაცაციას უფლებამოსილების ცნობა, ვთვლი რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდში საარჩევნო კამპანია ჩატარდა ისე, რომ მაშინ ჩართულები იყვნენ ძირითადად კრიმინალები დათო შენგელიას მონაწილეობით, მიუხედავად ამისა, ეს არის საკრებულოს წევრი და მას უკვე აქვს პასუხისმგებლობა თავის სამომრჩეველთან, მე მას ვუსურვე, რომ არ ყოფილიყო ისეთი მაჟორიტარობის დეპუტატი, როგორც იყო მისი წინამორბედი ბატონი ქვარაია, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ მას თავისი უბნის სამომრჩეველობის 95% არ იცნობდა.